ადამიანები ხშირად ამბობენ, რატომ ხდება ამდენი უსამართლობა ცხოვრებაში, ღმერთი თუ სამართლიანია, ესე რატო ხდება, ისე რატო ხდება, ღმერთმა რატომ არ გააჩერა? შენთან მაქვს ერთი კითხვა. შენ რომ სხვა ადამიანს ატკინე, თუნდაც მცირედი იყოს. შენ ვინმემ გაგაჩერა? რატომ არ გაგაჩერა არავინ? რა შედარებებს აკეთებ გიორგი ეხლა? სად ჩემი პატარა მოქმედება და სად მასშტაბური ვიღაცეები რაღაცეებს რომ აკეთებენ და ბავშვებს ხოცავენ და იქ იმას შვებიან და ამას შვებიან. გასაგებია რომ ის ბევრად მწვავეა და შედარება არ შეიძლება, მაგრამ სხვა პრინციპით რომ იყოს სამყარო, მარტივი ენით გეტყვი რა მოხდებოდა. ვიღაცა თვლის რომ შენ ხარ გასანადგურებელი. უბრალოდ ესე თვლის, შენი მოქმედება არ მოეწონა, შენი რაღაც ნათქვამი არ მოეწონა, აწყენინე და ამიტომ თვლის, მიზეზი აქვს. ან მიზეზი არ აქვს და ესე თვლის. და რა უნდა ქნას? უფალმა უნდა გაგაჩერო შენ ან უნდა გარდაგცვალოს? რატომ არავინ გაჩერებს, როცა ცუდს აკეთებ? და აქ არის პასუხი ნება. ნება გაქვს და ყველას აქვს ნება. მაგრამ ყველა იხდის თავის საფასურს, მაგრამ არა ისე, როგორც შენ გინდა რომ გადაიხადოს. არამედ ისე, როგორც ღვთიურ ჭეშმარიტებას შეეფერება და რომელიც შენ არ გესმის. ამიტომაც ბრაზდები. და შენ პირველ რიგში იმიტომ ბრაზდები, რომ სწორედ რომ ესეთი უკმაყოფილო კითხვები დასვა უფლის მიმართ, რომ მერე უფალთან ომში იყო. მაგრამ კარგი, მაგალითად თქვა უფალმა, დაეიყოს ისე შვილო როგორც შენ გინდა და ვინც ბავშვებს ხოცავს, ომებს იწყებს და ასე შემდეგ, დაისაჯა ისე როგორც შენ გინდა. ან აჩერებს იმ ადამიანს პირდაპირ ფიზიკურად აშეშებს. მაგრამ ამ გაჩერების და დასჯის კანონი შენზეც მოქმედებს. ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც უფლის წესებს არღვევს. და ეხლა უფლის წესების დარღვევა ფაქტობრივად ყველაფერი გამოდის. მესამე პირი გამოგიყო შენც, როგორც ყველა ადამიანს, რომელიც ადამიანი თუ არაღვთიურ საქმეს აკეთებს, აჩერებს პირდაპირ მნიშვნელობით, აშეშებს. მაგალითად, გინდა ალკოჰოლი დალიო იმ საღამოს გაერთო მეგობრებთან მიმართებაში, მაგრამ გაჩერებს არსი, არ გაძლევს ალკოჰოლის დალევის საშუალებას, გადაყლაპვის საშუალებას. ანუ გაჩერებს. შენ რასაც ითხოვ, ის მექანიზმი შენვე გზღუდავს და არ გაცლის არჩევანის გაკეთებას, ცხოვრების საშუალებას, თუ ეს ღმერთის ყველა კანონთან მოდის წინააღმდეგობაში. და შენ რაც მოითხოვე, რეალურად გამოვიდა დესპოტიზმი. შენ ესე არ გინდა რომ მაგალითად ალკოჰოლის დალევა აგიკრძალოს ან მაკდონალდსის ჭამა, რომელიც გწამლავს, ერთი საშუალო ფრი, რომელიც 25 სიგარეტის მოწევას უდრის და სუიციდის მსგავსია. შენ ეს არ გინდა, ანუ შენი პირადი წესებით გინდა რომ იყოს თან კორექტირებული, ხო? მაგას გულისხმობ ალბათ. მივხვდი რაშია საქმე. თქვენ გინდათ რომ ის ბოროტმოქმედი გააჩეროს და შენ არ გაგაჩეროს. მაშინ როდის უნდა გაგაჩეროს? როდის იქნება შენთვის ზღვარი? თუ იცი რომ არაფერში არ გაგაჩერებს შენ, ვინ წყვეტს ზღვარი სად გადის და სად არ გადის და მოკლედ ვერ ხვდები ბევრ რაღაცას. ანუ შენ გინდა რომ ის იყოს შეზღუდული და შენ არ იყოს შეზღუდული. მიხვდი? შენ რაც სამართლიანად მიგაჩნია არის უსამართლო. როცა მასეთ კითხვას დასვამ, დასვი კითხვა, რატომ არავინ არ გაჩერებს შენ? როცა თუნდაც მცირე ცოდვებს ჩადიხარ და იცი რომ ცოდვაა. და მერე პასუხი მიიღე ის რომ ნებიდან გამომდინარე და ის რომ ვერ ჩაწვდები შენ ამას აი ამ წყენის მდგომარეობით ყველაფერს. მაგ პრინციპით გემრიელად ჭამა გინდა, მაკდონალდსი გინდა ჭამო, მაგრამ წამლავს მაკდონალდსი და ღვთიური ძალა თვლის რომ ეს არის სუიციდი და არ გაძლევს მაკდონალდსის ჭამას, არ გაძლევს ნაყენის ჭამის საშუალებას, არ გაძლევს არაფრის საშუალებას გარდა იმისა, რაც უფალს სურს. და დიქტატურაა ის, რაც შენ გგონია რომ ესე უნდა იყოს და არ გესმის. ამიტომ კარგად დაფიქრდი, სანამ უკმაყოფილო იქნები ღმერთის მიმართ, სიტყვებში, გამონათქვამში და სხვა დანარჩენში. უფრო მარტივი ენით აგიხსნი. შენ რაც გააჟღერე ეხლა რომ რატომ არაჩერებს უფალი იმას, რატომ არაჩერებს უფალი ამას, ანუ რატომ არ ერევა ესე, ხო? იგივე პრინციპით რომ აღზრდილიყავი შენ, აი მესამე პირი რომ შემოსულიყო შენ ცხოვრებაში და გამუდმებით ჩარევებში ყოფილიყო, შენ ეხლა და ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა ფსიქოპატი. პირდაპირ მნიშვნელობით. რატომ? იმიტომ რომ ის გაიზრდებოდა აბსოლუტურ ციხეში, მენტალურ, სულიერ, ფსიქოლოგიურ ციხეში, რომელიც იქნებოდა სინჯარის მდგომარეობაში. აი, ნაბიჯს რომ არ დგამს, სანამ არ უბრძანებს ღმერთი, მონის მდგომარეობაში იქნებოდა ესეთი ადამიანი. მარტივი ენით ვიტყვი, ექსპერიმენტი რომ ჩაატარო, ადამიანს ხელზე სამაჯური რომ გაუკეთო და ნებისმიერ მცირე დარღვევაზე 10 წამით რომ შეშდებოდეს ადამიანი. მერე ისევ მოძრაობდეს, ისევ დარღვია შეშდება. ანუ სამაჯური რომ კონდეს გაკეთებული, რომელიც აკონტროლებს მის თავისუფლებას. ამას
ამას ითხოვ შენ რომ როცა ამბობ რომ ის რატო არ ისჯება ეს რატო არ ისჯება ყველა ისჯება ისე როგორც საჭიროა ისე ისჯება ყველა როგორც ვერც წარმოგიდგენია რომ ისჯება უბრალოდ შენ ამას ვერ ხედავ ამას ხედავს ის ადამიანები ვისაც გაუკეთეს მას ბარდება პასუხები და მაგ კიდე სხვა ფენებია მაგ დროს შენი უვიცი შურისძიება ირთვება აჩერებს სამყაროს როდესაც შურისძიებას აქტიურებ და სამყაროს ეუბნები სამყარო გაჩერდი მე მივხედავ მას და სამყარო უკვე იმ ადამიანს იცავს ვის მიმართაც აპირებს შურისძიებას სამყარო აჩერებს ბნელს ყოველთვის და შენ როგორც კი შურისძიებაში გადადიხარ ცდილობს სამყარო შენ გაგაჩეროს უკვე აჩერებ შენ კარმას შენ იღებ პასუხისმგებლობას ამ ადამიანზე რომ პასუხი აგოს და არაფერი არ გამოგდის იმიტომ რომ შენი შურისძიება რომელიც ბნელიდან მოდის არ არის განკუთვნილი სამართლიანობისთვის შენ ზიანდები ისევ მაშინ როცა არ უნდა გაგეჩერებია ღვთიური კარმა რომელსაც თავის საქმე უნდა გაეკეთებინა მარტივად გეტყვი შენ როცა შურისძიებაში გადადიხარ კარმა ჩერდება იმ ადამიანის მიმართ და იცავს იმ ადამიანს ღმერთი იცავს ვისაც ჩაგრავენ იმ მომენტში შენგან იცავს შენ ხდები მუქი და შენგან იცავს და არიცი ღმერთი არიცი სამყარო არა უშავს უბრალოდ არიცი და დასკვნები გამოგაქვს და ეს ამბები გჭირთ გაერკვიეთ რაშია საქმე რადგან არ გესმის და ამიტომ ხარ უკმაყოფილო და უკმაყოფილო იმიტომ ხარ რომ უსმენ ვითომ ბრჭყალებში სულიერ მოღვაწეებს რომლებიც ისე გაჩვენებენ სამყაროს რომ ღმერთზე გაბრაზდე და ეს კითხვები დასვა საქმე იმაში არის რომ უფალს ებრძვიან ყველგან გესმის და ებრძვიან და შენამდე არ მოდის გასაგები ხმა და შენამდე მოაქვთ უკმაყოფილება მხოლოდ გაჩვენებენ რატომ არ აკეთებს ესე ვითომ ლოგიკურ კითხვებს გისვამს იმას კი არ გიხსნის რატომ ხდება ეს არა გეუბნება ღმერთი ყოვლის შემძლეა რატომ არ შვება ამას მონობა გინდა პირდაპირ თქვი მონობა თუ გინდა მონობას ნუ ითხოვ შენი გაუგებარი სამართლიანობით რადგან შენ მონობას ითხოვ ის გააჩეროს და შენ არ გაგაჩეროს როცა ცოდვას ჩადიხარ და პრობლემა ამაშია გელაპარაკებიან ლამაზად პასუხები არ გაქვთ და ბრაზდებით ამიტომ გეუბნება ღმერთი ყოვლის შემძლეა ეს ესია ეს ისია არ გიხსნის არაფერს მერე სხვა ნაშრომში გეუბნება ეს მოხდა ღმერთმა განგმირა კი არ გეუბნება რომ ღმერთი ცუდია ღმერთმა დასაჯა ელვა დაცა გაანადგურა ცხოველები გაანადგურა ადამიანები გაანადგურა ის გაანადგურა ეს და ვერ ხვდები შენ რომ ჯერ გაგიჟღერა სხვა ნაშრომში რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა არ აგიხსნა ნების შესახებ და პირდაპირ გეუბნება რომ ღმერთმა ეს ჩაიდინა და მერე შენი ტვინი აკავშირებს ამ ორს უბრალოდ შენი ბნელი ტვინის მხარე აკავშირებს ამ ორ მხარეს ერთმანეთს და ფიქრობს ღმერთი ყოვლის შემძლეა და გაანადგურა და მიდიხარ ერთ დასკვნამდე ღმერთი უსამართლოა ანუ ჩაგინერგეს არ აგიხსნეს რა ხდება ნება რა არის ის რა არის ეხლა რასაც გიხსნი ეს რა არის ან გამთლიანებაში რასაც გიხსნი ეს რა არის და მოკლე ვიდეოებს რომ უსმენ და ერთობი და თან ღმერთზე ბრაზობ და ვერაფერი ვერ გაგიგია ეს არის შენი პრობლემა და თან არიცი ვის უსმენ ეს არის შენი მთავარი პრობლემა და შენ რომ უკმაყოფილო ხარ იძახი ღმერთმა გაანადგურა ადამიანები ანუ იმეორებ იმის რა თქვამს ღმერთმა დასაჯა ესე ტოქსიკურ სიტყვებს იმეორებ შენ სამყაროში აგზავნი საჩივრებს და შენ ამით ებრძვი ღმერთს რაც არ უნდა იფიქრო რომ მე ამას არ ვაკეთებ არა ესე არ არის შენ რასაც პირის ბაგიდან უშვებ და წვენაში ნახევრად ჩადე და რაც ჩაგიდეს ეს არის ტოქსიკი შენთვის და კარგად გააცნობიერე რა უკმაყოფილებებს გამოხატავ და სანამ უკმაყოფილებას გამოხატავ ჯერ შეიმეცნე დეტალურად ზეპირსიტყვიერად კი არა და მერე მიხვდები ყველაფერს და რას მიხვდები იცი მიხვდები რომ შენი ყველა შეხედულება თუ როგორ უნდა იყოს სამყარო არის სასაცილო აი პატარა ბავშვი რომ იტყვის აღუ არც ეს არ არის და როცა ხედავ შემქმნელმა როგორ შექმნა სამყარო და როგორ მოქმედებს და რა გენიალობაა ჩადებული მაგ დროს აცნობიერებ რომ შენი შეხედულება არის აღუ არც ეგ ამას ხვდება ყველა და სანამ ამას მიხვდები მკრეხელობებს შეეშვი და ნუ ებრძვი ღმერთს გაუცნობიერებლად ნუ იქნები ვითომ სულიერი კოუჩის იარაღი ღმერთის წინააღმდეგ ჯერ შეიმეცნე და მერე ისაუბრე ღმერთის შესახებ ჯობს ან გარკვეული ნახევრად დასკვნები გამოიტანე ღმერთის შესახებ მერე ბოლოს შენი აზრით წმინდანები სულიერი ადამიანები თავმდაბლობაში რატომ არიან მოსწონთ ეს და ერთობიან ამით არა რაც უფრო უახლოვდები უფალს მით უფრო აცნობიერებ რომ ის რაც გეგონა და რაც გაიგე ამათ შორის არის ცადა დედამიწა სხვაობა და თავმდაბალი ხდები რადგან ხვდები რომ უფალი რასაც აკეთებს ყველაფერი არის ღვთიური და მაღალი ძალით მოსილი ჭეშმარიტი სამართლიანი და სხვა ყველაფერს ამას ხვდები და თავმდაბლობა შემოდის ამიტომ და არაფერი როცა არიცი ნახევრად ქედმაღლობაში ხარ ბრაზში ხარ და ყველა ამ ემოციაში ხარ რომელიც ჩაგინერგ
დაუკერგეს. შენ უფლის ქმნადობის მიმართ უბრალოდ თავს და ქედს კი არ იხრი რელიგიურად ან ფანატურად ან სხვა დანარჩენით, არამედ როცა აღმოაჩენ უფლის ქმნადობის ჭეშმარიტ სახეს ადამიანებში, თუნდაც ვისაც თავისი უნდა მიეგოს უკან, როცა ამ ყველაფერს აღმოაჩენ, შენვე ხრი თავს, შენი სურვილი ხდება ეს, რადგან აცნობიერებ მის გენიალობას, მის ღვთიურობას. შენ აკეთებ ამას, ღმერთი კი არ გახრევინებს თავს. ყველა ადამიანის მიმართ განვაცხადებ, ვინც უფლის რაღაც მექანიზმებს ვერ იგებს და უკმაყოფილოა უფლის მიმართ და გამოხატავს ნახევრად უკმაყოფილებას, რატოა ეს ესე, რატოა ეს ისე და ასე. მომისმინე, შენ წიგნი რომ დაწერო, გჭირდება წლები და უფალმა წიგნი რომ დაწეროს, სოფლიოში საუკეთესო წიგნი რომ დაწეროს, იტყვის წ, ანუ წიგნსაც კი არ იტყვის სიტყვას, წს იტყვის და უკვე წიგნი დაწერილი იქნება. და ამას ჯადოქრობა კი არ აკეთებს. ან სხვა რამ, ანუ უფალი იმდენად დიდია და მასში იმდენად დიდი ცოდნები, ძალები, ყველაფერი იმდენად არის, რომ ერთი წს თქმით, ქმნის უკვე წიგნს. ანუ თავად წერს, თითეული სიტყვა მისი დაწერილია. თითეული ფრაზა უბრალოდ იმდენად დიდია, რომ არ ჭირდება ამაზე ბევრი ფიქრი და ბევრი ზრუნვა და სხვა დანარჩენი უკვე იცის, ეს ყველაფერი უკვე ძალაშია და წს ამბობს უბრალოდ და დაწერილია მსოფლიოში საუკეთესო წიგნი. რატომ იყო, რომ თქვა და იყოს სიცოცხლე და იქმნა სიცოცხლე და ამ სიცოცხლეში ტრილიონი კვანტი და ინფორმაცია და პროექტირება ჩადებული, რომელსაც ჭირდება უთვალავი დრო, რომ ეს იცოდე, რომ შექმნა და უფალი ამას ერთ სიტყვაში აკეთებს, რადგან იმაზე დიდია და მასშტაბი გააცნობიერე და სანამ შენი პრიმიტიული გონებით გადაწყვიტავ, რომ ღმერთს ეს ეშლება, ეს რატომ არ არის, ამას გალაპარაკებს სატანა და სანამ სატანის ლაპარაკს დაიწყებ, მარტივი რაღაც შეისწავლე და მერე თუ რამეა გეყოს კადნიერება და ილაპარაკე. კარგად დაფიქრდი ამ ყველაფერზე, რას აკეთებ? ნუ ებრძვი ღმერთს, რადგან ღმერთს შენ არ ებრძვი, შენ გაბრძოლინებენ ღმერთთან და ღმერთთან ომი არავის არ მოუგია. დაიმახსოვრე ეს.